სიონის საპატრიარქო ტაძარში მოქალაქეები უწმინდესის საფლავზე კვლავ მიდიან. სასულიერო პირები კი ილია მეორეს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ყოველდღიურად იხდიან. მრევლს უწმინდესის საფლავზე მისვლა ყოველდღე დილის 8 საათიდან ღამის 22 საათამდე შეუძლია. მრავალი მოწოდება აქვს პატრიარქს, მრავალი სწავლება, ყოველ წუთში მისი სწავლება ისმის. არ დატოვა არც ერთი დეტალი, რომ არ აეხსნა ჩვენთვის თუ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. მადლობა უფალს ამისთვის, მადლობა უფალს ჩვენი პატრიარქისთვის და მადლობა პატრიარქს ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის გააკეთა და მადლობა ქართველ ხალხს ამ მადლიერებისთვის, რომელსაც გამოხატავს იგი ჩვენი უწმინდესის მიმართ. პატრიარქის ყველასთვის და პირადად ჩემთვის არის წმინდა ადამიანი და მე იმედი მაქვს რომ ის ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი მორწმუნა ერისთვის ილოცებს რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო გამთლიანდეს და გაძლიერდეს. ილია მეორე იყო ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ადამიანი და დღესდღეობით ჩვენი ყველაზე მეტად რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რომ გავითვალისწინოთ მისი ქადაგებები და ყველაზე მცირე ის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. მისი უწმინდესობის ღვაწლის ძალიან მრავალმხრივი გახლავთ მან ფაქტობრივად საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და მაგრამ ალბათ მის მრავალმხრივ ღვაწლს შორის გამორჩეულია ის დიდი სიყვარული, რაც მას ახასიათებდა ადამიანთა მიმართ. ის დიდი უბრალოება, რაც მას ახასიათებდა საზოგადოების მიმართ და იმდენად დათესა მან ეს სიყვარული ადამიანთა გულებში, რომ დღეს ჩვენ სიონის საკათედრო ტაძარში ვხედავთ ამ სიყვარულის მომკას.